საღამომშვიდობისა. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. ძეგლი მოდის. თუ რატომ დავარქვი ასე, ამას თქვენ რა თქმა უნდა მოგვიანებით მიხვდებით. მოდით დავიწყოთ იმით, თუ რა ხდება მსოფლიოში. იმიტომ რომ ის რაც ხდება საქართველოში, გადაბმულია იმასთან, რაც ხდება მსოფლიოში. ამიტომ სულაც არ არის შემთხვევითი ის მოვლენა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ძალიან დიდ იმედებს ამყარებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, გლობალურ პროცესებზე და იმ ცვლილებაზე, რაც შესაძლებელია დასავლეთში, კერძოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარდეს მას შემდეგ, რაც ძალაში შევა დონალდ ტრამპი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი. ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე. ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ. ერთი ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე deep state-ის დამარცხება. deep state-ი, რომელსაც ხშირად მოიხსენებენ ტრამპი და მისი თანამოაზრეები, როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარია, რომელიც არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი, ხო? თურმე აღმოჩნდა მაგალითად ჰილი ძალიან გავლენიანი გამოცემა თავად წერს, რომ ომის პარტია იქცა მოქმედი ადმინისტრაცია. როდესაც არის deep state-ზე ეგრეთ წოდებულზე საუბარი, რასაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები საუბრობენ და მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები განსაკუთრებით, ეს ნიშნავს თავად ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს. ამისი ავტორები, ვის გავლენებზეა საუბარი, ჩვენ პირობითად თუ არაპირობითად შეგვიძლია მოიხსენიოთ გლობალური ომის პარტია და ნებისმიერ გლობალური ომის ძალება და ასე შემდეგ. ის რაც ახლა ბატონ დინარაძისგან მოისმინეთ, სინამდვილეში ნიშნავს შემდეგს, რომ თურმე არაფორმალური გავლენებისგან, რომელსაც საქართველოს უგიჟინებდნენ, საქართველოსნაირი პატარა მცირე მოცულობის ქვეყანა კი არა, უზარმაზარი ზესახელმწიფოებიც კი არ ყოფილან თავისუფლად, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ შედარებით მოგვიანებით ვნახავთ ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ სიუჟეტებს, მაგრამ ახლა მინდა გითხრათ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იმედები, რომელიც დამყარებულია ტრამპის მოსვლასთან, არ არის მთლად უსაფუძვლო, იმიტომ რომ გავლენებს მარტო არაფორმალურს კი არა, ფორმალურ გავლენებსაც ახდენენ ზესახელმწიფოები პატარა ქვეყნებზე. განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ჩვენ აღიარებული გვყავს როგორც სტრატეგიული პარტნიორი და რომლის მითითებითა და დირექტივებით აგერ უკვე 35 წელიწადია იმართება საქართველო. რა შედეგებამდე მიგვიყვანა ამან ეს საკითხის ერთი მხარეა, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ფაქტს უსვამ ხაზს და ამ გავლენების გარეშე დღევანდელი მსოფლიო სამწუხაროდ არ არის მოწყობილი. ახლა იმასთან დაკავშირებით თუ რა არის მაინც მთავარი, როგორც ირკვევა, მთავარი არის ის, თუ რამდენად შეძლებს ამერიკის ახალი პრეზიდენტი ბატონი ტრამპი იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც მან პირველ რიგში ამერიკელ ხალხს და არა მარტო ამერიკელ ხალხს მისცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. დამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. აი ასეთი გახლავთ ეს პოზიციები, რომელიც დღეს არის, ასე ვთქვათ, წინა პლანზეა წამოწეული და ამიტომ ეს იმედები, როგორც გითხარით, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას და არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხსაც, უსაფუძვლო არ არის მეთქი და მთავარი არის ის, რომ ტრამპის ხედვები თელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ემთხვევა როგორც ქართველი ხალხის ხედვებს, ასევე ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ხედვებსაც. თელ რიგ საკითხებში მე არ ვამბობ ყველაფერში მეთქი, მაგრამ იმ საკითხებში, რომელიც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და მტკივნეულია.
თავარი არის რომ ღირებულებითად ერთ-ერთ მთავარ და წამყვან ქვეყანაში მოვიდა ძალა, რომლის კიდევ ერთხელ ხას უსვევ პასიულობებიც ხედვაც პოლიტიკური აბსოლუტურ თანხმდრაშია ჩვენი გუნდის ხედვასთან და პასიულობებთან და სტრატეგიასთან. მართალია უმთავრესი საკითხები რაც არის ჩვენთვის აქ მართლაც სრული თამთხობა გვაქვს, ამასაც ვნახავთ გზადაგზა. ამიტომ ეს იმედები, როგორც გითხარით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თად უსაფუძვლო არ არის, თუმცა მე პირადად, რა თქმა უნდა, ამას გარკვეული სკეპტიციზმით მოვეკიდები, იმიტომ რომ თლად ისე არ მაქვს წარმოდგენილი ყველაფერი, როგორც თუნდაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს წარმოდგენილი. ამასთან დაკავშირებითაც ოდნავ მოგვიანებით გესაუბრებით, ოღონდ ახლა მინდა გითხრათ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ველოდებით გადატვირთვას და ეს არის საერთო საყოველთაო მოლოდინი. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის ახლა საინტერესოა, როგორ განვითარდება პროცესები ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. უფრო კონკრეტულად კი, რამდენად შეძლებს თეთრ სახლში დაბრუნებული დონალდ ტრამპი დიპ სტეითის დამარცხებას. აი, ეს არის მთავარი. იმ ფარული გავლენების დამარცხებას როგორ მოახერხებს და რამდენად მოახერხებს ამერიკის პრეზიდენტი. აი, ეს არის თავარი ყოველ შემთხვევაში ის, რაც ხილულია, რაც ჩანს და რასაც ძალიან ბევრი ვინმე ეთანხმება მთელ მსოფლიოში. ახლა მოდით იმასთან დაკავშირებით, თუ მაინც რა არის ეს, რა პროცესები მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში და რას ლაპარაკობენ თვითონ ამ პროცესებთან დაკავშირებით. დემოკრატებზე საუბრისას გამოცემა ჰილი ტერმინ ომის პარტიას იყენებს. მათ მიერ ამომრჩევლის მხარდაჭერის დაკარგვის მიზეზად კი ომებთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციას შეუწყო ხელი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ომი არ დასრულებულიყო. დემოკრატიული პარტიის საძირკვლის გამოთხრა ნაწილობრივ სწორედ იმ ამომრჩეველთა გაუცხოებითაა განპირობებული, რომელთაც არ სურთ ხმამისცენ მათ, ვინც ომის პარტიად აღიქმება. ამერიკულ ბიუროკრატიაზე გავლენების შესახებ საუბრისას დიპ სტეითს ხშირად ახსენებენ დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის მომავალი წევრები. ამბობენ, რომ მათი საქმიანობის მთავარი მიზანი სტრუქტურების გავლენებისგან გათავისუფლება იქნება. სწორედ ამ მიმართულებით დონალდ ტრამპის მუშაობის შედეგზეა დამოკიდებული საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის ღირებულებები ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს და ახლა უკვე მნიშვნელოვანია ტრამპის როლი შეერთებული შტატების უწყებების გავლენებისგან გათავისუფლების პროცესში. კი ბატონო, გასაგებია ეს ყველაფერი, გასაგებია რომ ჩვენ როგორღაც მიბმული ვართ ამ გლობალურ პროცესებთან, გლობალურ მოვლენებთან და ამას თავს ვერ დავახცევთ, მაგრამ მე მგონი აქ ინტერესმოკლებული არ იქნება ის თუ როგორ იმართებოდა ბაიდენის დროს ეს უზარმაზარი სახელმწიფო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ქვია. როგორ ფუნქციონირებდა თეთრი სახლი დასუსტებული ბაიდენის პირობებში. Wall Street Journal-ის ამ სათაურით გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში დეტალურად არის აღწერილი, როგორ მართავდა თეთრ სახლს პრეზიდენტის უმცროსი თანაშემწეებისა და მრჩეველთა მცირე ჯგუფი, რომლის წევრებიც ხშირად ბაიდენის ნაცვლად მოქმედებდნენ და გადაწყვეტილებებსაც პირველი პირის ნაცვლად იღებდნენ. ენტონი ბერნალი, ჯეიკ სალივანი, ლაილ ბრეინარდი და სტივ რიჩეტი. რეზონანსული სტატიის თანახმად სწორედ ეს ადამიანები უძღვებოდნენ პრეზიდენტის დღის წესრიგს და ხშირად კონგრესმენებსა და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრებსაც პრეზიდენტის ნაცვლად მართავდნენ. ბაიდენის ირგვლივ ძალიან მაღალი კედლები კონტროლი კი განსაკუთრებით ძლიერი იყო. არსებობდა შეზღუდვები იმაზე, თუ ვისთან ესაუბრა პრეზიდენტს, ასევე იზღუდებოდა ის, თუ რა უნდა ეთქვათ პრეზიდენტისთვის და იზღუდებოდა ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტამდე მიდიოდა. აი, ასე. ჩემი თაობის ადამიანებს და გაცილებით უფრო ახალგაზრდებსაც ძალიან კარგად ახსოვთ, თქვათ, ბრეჟნევის დროს საბჭოთა კავშირში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრესა გადატენილი იყო კარიკატურებებით, დაცინვით, სარკაზმით და ასე შემდეგ, დასვინოდნენ ისინი ასაკს, ხანდაზმულობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ლეონიდ ბრეჟნევი გაცილებით უფრო კარგად გამოიყურებოდა როგორც გონებრივად, ასე ფიზიკურად, ვიდრე ბაიდენი. ახლა ეს ყველაფერი მათთან მივიდა და მათ მიუბრუნდათ, მაგრამ
მოდით ამ შურის ძიების ელემენტებს თავი დავანებოთ და ვნახოთ კიდევ რა ხდებოდა ბაიდენის ვითარებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში. რეზონანსული სტატიის მიხედვით ბაიდენის თანაშემწეების მცირე ჯგუფი დღის წესრიგს 82 წლის პრეზიდენტის ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვით ცვლიდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კი პრეზიდენტის ყველა საჯარო გამოჩენა წინასწარ იგეგმებოდა. პრესას ბაიდენთან დასასმელი კითხვების შეთანხმებაც მის გარემოცვასთან წინასწარ უწევდა. სხვადასხვა ღონისძიებაზე დამხმარეები მას ხშირად უმეორებდნენ ინსტრუქციებს თუ როგორ უნდა ასულიყო სცენაზე, საიდან ჩასულიყო. უმეორებდნენ ისეთ რაღაცებს, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ისედაც გასაგები იქნებოდა. ბაიდენის ჯგუფმა ჰოლივუდის მაგნატ ჯეფრი კეტზენბერგს პრეზიდენტისთვის მეტყველების პედაგოგის პოვნაც კი სთხოვა. სამწუხაროა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხარო არა იმიტომ, რომ ჩვენ კონკრეტული ადამიანის გარკვეულ ტანჯვა-წვალებას ვხედავთ და ვხედავთ აი ამ კადრებშიც, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. სხვათა შორის არა მარტო პოლიტიკურ გავლენას, ან თუნდაც ეკონომიკურ, ან კულტურულ გავლენას, არამედ წმინდა სამხედრო გავლენასაც და აი ეს ეპიზოდით ვნახოთ. ეს სტატია წარმოშობს კითხვას თუ ვინ იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მას დეპარტამენტების მდივნებთან ნორმალური კომუნიკაცია არ ჰქონია. ბაიდენის ადმინისტრაციის ფარგლებში მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა მხოლოდ 9-ჯერ გაიმართა. ეს კი ბოლო ათწლეულებში ყველაზე მცირე მაჩვენებელია. იმ პირობებში, როდესაც რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ნომერი პირველი სამხედრო მხარდამჭერი შეერთებული შტატებია, სტატიიდან ირკვევა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჯო ბაიდენსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შორის პირისპირ შეხვედრები საგრძნობლად შემცირდა. უფრო მეტიც, ეს ცალკეული შეხვედრები მხოლოდ ვირტუალური ფორმატით იმართებოდა. ბოლო 2 წელიწადში, როდესაც ომი უკრაინასა და ღაზის სექტორში პრეზიდენტის ყურადღებას მოითხოვდა, ოსტინი ბაიდენს სულ უფრო იშვიათად ხვდებოდა. ძალიან იშვიათად იგეგმებოდა პირისპირ შეხვედრები. თუ იგეგმებოდა, ისიც ვირტუალურად და არა პირადად. Wall Street Journal-ის სტატიის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მართვაში გადამწყვეტ როლს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ასრულებდა. წარმოგიდგენიათ, რა დრამატულ სიტუაციასთან გქონდა საქმე და გვაქვს ჯერ კიდევ. ეს ყველაფერი შესაძლებელია იმ კიბის საფეხური აღმოჩენილიყო, რომელიც კიბითაც კაცობრიობა უახლოვდებოდა და უახლოვდება დღესაც მსოფლიო ომს, გლობალურ დაპირისპირებას. სამწუხაროდ ამ ფაქტებს ვერსად ვერ გავექცევით. აი აქ მინდა ერთი აბზაცი ვთქვა, ერთი წინადადება პრაქტიკულად ვთქვა, რომელიც ალბათ სოციალურ ქსელებში გადავა, TikTok-ი, Facebook-ი და სხვა და სხვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ცვლა ვერ უშველის. პიროვნებები არ ქმნიან ისტორიას. ისტორია ქმნის პიროვნებებს. თუმცა გარკვეულ როლს ისინი რა თქმა უნდა ასრულებენ. მაგალითად, მიხეილ გორბაჩოვს ისტორია არ შეუქმნი. მაგრამ საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის დაშლაში მან წარმმართველი როლი შეასრულა. ალბათ მართალი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ვერც დონალდ ტრამპი შექმნის ისტორიას, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და უბინძურესი სისტემის, კაპიტალიზმის მგრევაში მან შესაძლებელია მართლაც უზარმაზარი როლი შეასრულოს. უსამართლო სისტემა, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვით ინიღბება და ოპერირებს, აუცილებლად დაინგრავა. ვინაიდან მისი გადაკეთება შეუძლებელია. მხოლოდ ამერიკული ყავლგასული სისტემის მგრევით არის შესაძლებელი მსოფლიოს განთავისუფლება. რატომღაც მგონია, რომ მოსკოვის დროით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1985 წელი დადგა. ამას მთლად უსაფუძვლოდ და ჰაერში არ ვლაპარაკობ. შეხედეთ, რა თემებს შეეხო ტრამპი. ტრამპი შეეხო ამერიკულ სიწმინდეებს. ეს არის ომი და ეს არის გარყვნილება. ვნახოთ, რას შეეხო იგი.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობას 20 იანვრის დღის 2 საათიდან დაიწყებს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამ წუთიდან დაიწყება ამერიკაში ოქროს ხანა. დასრულდება ომების ეპოქა და სინათლე მოეფინება არა მხოლოდ შტატებს, არამედ მთელ მსოფლიოს. მე დავასრულებ ომს უკრაინაში, დავასრულებ ქაოსს ახლო აღმოსავლეთში და გპირდებით, თავიდან ავარიდებ მესამე მსოფლიო ომს, რომელთანაც ასი ახლოს ვართ. მე მართალი ვიყავი ჩვენ საგარეო პოლიტიკაზე ამ გიჟურ ომებზე, რომელშიც ვართ. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ჩემთან შეხვედრა სურს უნდა დაველოდოთ ამას და ეს საშინელი ომი დავასრულოთ. ხედავთ რა შეეხო ომის თემას. ომი, როგორც გითხარით, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი სიწმინდეა ამ სახელმწიფოს არსებობის საფუძველთა საფუძველია. ეს სახელმწიფო პრაქტიკულად არ ყოფილა ომის გარეშე და არც შეუძლია ომის გარეშე არსებობა. ამიტომ, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ მე ომები უნდა შევაჩერო, ანუ იხრება მშვიდობის დასადგურებისაკენ ამ პლანეტაზე, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთ საძირკველს უღებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ვნახოთ კიდევ რა თემებს შეეხო ტრამპი, თუმცა იქამდე ისიც ვნახოთ, რომ მან თქვა ეს ომი საერთოდ არც უნდა დაწყებულიყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ადმინისტრაცია უკრაინის ტრაგედიაში. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის სამხედრო არსენალიდან საბრძოლო მასალების გასხვისებას აღარ აპირებს. ჩვენი საბრძოლო მასალების დიდი ნაწილი სხვას მივეცით, ჩვენ კი ჩვენს თავს უნდა მივხვდეთ და საკუთარი ქვეყანა დავიცვათ. ვეღარ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც აქამდე ხდებოდა. მით უმეტეს, რომ ეს ომები არასდროს უნდა დაწყებულიყო. მე გითხარით, რომ ომის გარდა ის შეეხო კიდევ ერთ-ერთ საფუძველს ამერიკის შეერთებული შტატების იდეოლოგიისა. ეს არის გარყვნილების თემა. ტრამპი ამბობს, რომ ტრანსგენდერული სიგიჟეები უნდა დასრულდეს. ტრამპი ამერიკელებს საღი აზრის რევოლუციასაც შეჰპირდა. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი 20 იანვარს ინაუგურაციის დღესვე მოაწერს ხელს განკარგულებას, რომლითაც არასრულწლოვანებისთვის სქესის შეცვლის ქირურგიული ჩარევები თუ ჰორმონალური თერაპიები აიკრძალება. პირველივე დღეს დავასრულებ ტრანსგენდერულ სიგიჟეს, ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებებს, რომ დავასრულო ბავშვთა სქესობრივი დასახიჩრება. ტრანსგენდერები დატოვებენ ჩვენს არმიას, ისევე როგორც ისინი დატოვებენ ჩვენს სკოლებს. მამაკაცები ქალების სპორტში აღარ დაიშვებიან. ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პოლიტიკა იქნება ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი. ვოუქ კულტურა უნდა დასრულდეს, ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას. ვოუქი სისულელია, ეს საღი აზრის რევოლუციის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი ოჯახი და ერთი დიადი ერი ღვთის წინაშე. გამოვიდნენ ახლა ის ადამიანები საქართველოში, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ აი ეს რასაც ტრამპმა ტრანსგენდერული სიგიჟეები უწოდა, არის ადამიანის უფლებების დაცვა. გამოვიდნენ ახლა ის ადამიანები და უთხრან ტრამპს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. იმიტომ რომ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იგივეს ამბობდა, რასაც ახლა ტრამპი ამბობს, ესენი ქირქირებდნენ. ესენი მიუთითებდნენ იმისკენ, რომ ეს ყველაფერი არის ადამიანის უფლებების დარღვევა და შელახვა. აი ახლა ამის ხმას რა თქმა უნდა ვერ გაბედავენ, იმიტომ რომ ეს უკვე ტრამპია, ეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია. ანუ მათ საკუთარი მოსაზრება აი ამ ჩვენს შიდა დომხალზე ვსაუბრობ, არ გააჩნიათ. საკუთარი მოსაზრება არ გააჩნიათ. მათ პიროვნებაც კი არ გააჩნიათ საკუთარი. ესენი არიან ფეხისყმას აყოლილნი, ესენი არიან დაქირავებულნი და ესენი მუდმივად ყვედობენ იმაზე და იმის შესახებ, რასაც ავალებენ. აი ამიტომ ახლა ვნახავთ, აყვებიან თუ არა ტრამპის ამ ახალ წამოწყებას. ახლა მინდა გადმოვინაცვლო აქეთ და ის, რაც საქართველოში ხდება, ამას მივცეთ გარკვეული შეფასებები. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე. ის, რაც გრძელდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 26 ოქტომბრის შემდეგ, ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ოღონდ საბაბი მომეცით, ოღონდ საბაბი იყოს და ყველაფრისგან გამოვიყვანთ ქაოსს, დესტაბილიზაციას და გამოვიყვანთ სახელმწიფო გადატრიალებას. აი ეს მიდის ახლა საქართველოში, ეს პროცესი. ვითომ არჩევნები გაყავდა. ამაზე ყაყანებენ გაუთავებლად გადაღამე, ამიტომ არიან გამოფენილნი
რასაც ახერხებენ ის ნაწილი საზოგადოებისა ქუჩაში და სურთ შექმნან ისეთი სურათი, რომ არჩევნები გაყალბდა, არჩევნების შედეგები არის ფალსიფიცირებული და სინამდვილეში ისინი უნდა იყვნენ დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის და ჩვენ ვიცით საიდან, ვიცით თუნდაც იქიდან, რასაც დასავლური სტრუქტურები გვეუბნებიან. მართალია დასავლეთი უდგას სათავეში ამ ქაოსს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მაგრამ დასავლეთში არიან სტრუქტურები, რომლებიც ვერ გაურბიან სიმართლეს და მათ უნდათ თუ არა, სურთ თუ არა, მაინც უწევთ სიმართლის დანახვა და აღიარება. ასე გააკეთა იმ ორგანიზაციამ, რომელსაც ეუთო ოდირი ქვია. ეუთო ოდირის საბოლოო დასკვნაში ვკითხულობთ, რომ არჩევნები ამ უმრჩეველს ფართო არჩევანს თავასობდა. საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება. გავლენიანი ორგანიზაცია საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. აი, ასეთია ეუთო ოდირის დასკვნის ის ძირითადი ნაწილი, რომელიც ჩვენთვის არის საინტერესო, თუმცა ეუთო ოდირი როგორც წესი არ აკეთებს ერთმნიშვნელოვან დასკვნას და ის არასოდეს არ ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციურად და დემოკრატიულად, ეს არ არის მისი საბოლოო დასკვნა და არც იმას ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა ისე, რომ ამან შედეგებზე გავლენა, უარყოფითი გავლენა იქონია. არა, ასეთ ერთმნიშვნელოვან დასკვნას ეუთო ოდირი არ დევს. ამიტომ ის ადამიანები, რომლებშიც შინაგანი ავაზაკი ზის, რომლებიც მუდმივად მომართულნი არიან იქითკენ, რომ ოღონდ რაღაცა რუსულ ტერმინოლოგიას გამოიყენებენ, ოღონდ რაღაცა ლაზეიკა ნახონ და იქ აღმოაჩენენ ხოლმე მათთვის საინტერესო მომენტებს. ეს ადამიანები დღესაც არიან, აი ამ დასკვნასთან დაკავშირებით ნახოთ როგორ ლაპარაკობს ერთ-ერთი მათგანი. ჩვენი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, ეუთო ოდირის დასკვნამ გააძლიერა, იმიტომ რომ დაადასტურა ის, რაცაც აქამდე ვამბობდით, რომ ეს არჩევნები არ იყო არც სამართლიანი, არც კონკურენტული და არც დემოკრატიული. არა ბატონო, ეს არ არის სწორი, ეუთო ოდირის დასკვნაში ასეთი რამ არ წერია, მაგრამ ამ კაცმა ეს გამოიყენა და რა კი ეს ეუთო ოდირია და რა კი ეუთო ოდირის დასკვნაში ამ კაცმა რაღაცა მისი ჭკუით ხალხის მოსატყუებლად და მოსაჩვენებლად ხელჩასაჭიდი ნახა, ის იყენებს ეუთო ოდირის ამ დასკვნას, მაგრამ ნახოთ სულ ცოტა ხნის წინ ეუთო ოდირთან დაკავშირებით როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამავე პიროვნებას. არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის რას იტყვის ეუთო ოდირი საბოლოო ჯამში არ აქვს. ახლა ქონდა. მაშინ არ ქონდა. ანუ იმ ერთ ცნობილ ფილმში რომ არის ჯარისკაცის მამა сейчас есть, сейчас нет. ეგ როგორ არის? რომელს დაუჯეროთ, რომელია თქვენს დამოკიდებულებებში სწორი, ის რომ არენდობით და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეუთო ოდირის დასკვნას, თუ ის რომ ეუთო ოდირი თუ რამეს იტყვის თქვენთვის მის აღებს და სასარგებლოს, მაშინ რა თქმა უნდა მას მნიშვნელობა აქვს. რომელს დაუჯეროთ? აი, ამაშია საქმე. სხვათა შორის ერთ-ერთი თანამოაზრე ამ პიროვნებისა, ნახოთ როგორი აზრის არის ეუთო ოდირთან დაკავშირებით. ოდირის დასკვნა არ არის ჩემს ბიბლია. მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს ნავსი გატყდა და ძალიან მძიმე შეფასება გამოაქვეყნა ეუთო ოდირმა. ნახეთ, აქაც сейчас есть, сейчас нет. ესე იგი, ეუთო ოდირის დასკვნა მისთვის ბიბლიას არ წარმოადგენს, ანუ არაფერს არ ნიშნავს, არ არის სარწმუნო, მაგრამ მეორე შემთხვევაში, როდესაც რაღაცა ხელის მოსაკიდებელი ვითომ ნახა, არ უნახავს, მაგრამ ვითომ ნახა, ამ შემთხვევაში იმოწმებს ეუთო ოდირის დასკვნას და ამბობს, რომ აი, ხედავთ რა დასკვნა გააკეთა ამ ორგანიზაციამ. ასეთი ამ ადამიანების დამოკიდებულება, სულუტური დამოკიდებულება, საკუთარი ხალხის მოტყუების სურვილით გაჟღენთილი დამოკიდებულება ყველგან და ყველაფერში. სხვათა შორის ეს მარტო მე არ შემიმჩნევი, აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ბატონი მდინარაძე. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ იგივეა პრაქტიკულად. ოდნავ ვრცელი სახით, განვრცობილი სახით. პირველ შემთხვევაში თქვეს რომ ეს არის კატასტროფა, მეორე შემთხვევაში თქვეს რომ ეს არის თითქოს კარგი. ესეთი არათანმიმდევრულობა უკვე ღიად
მტკიცებულების სახით წარმოაჩენს, რომ ისინი უბრალოდ იმას კი არ დაეძებენ, რა წერია, როგორ გააპიარებენ იმაზე, რომ მხოლოდ აქცენტი გადატანენ, რა თქმა უნდა, სპეკულაციას არ გავა. რა თქმა უნდა, ასეთია მათი ბუნება, ასეთია მათი ზნეობა და მათი მორალი, ასეთია მათი დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ. აბსოლუტურად არასახარბიელო მათთვის. ახლა ვნახოთ რამე ისეთ სერიოზულ გაყალბებაზე არის თუ არა საუბარი ამ დოკუმენტში. ისევ ბატონი დინარაძე. საერთოდ არ შეხებიან ისინი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისეთ საკითხებს, რომელზეც ჩვენი ოპოზიცია სპეკულირებდა, 300.000 გაყალბებული ხმა, არა თუ 300.000, არამედ 300 გაყალბებული ხმის შესახებაც იქ არაფერი იყო ნათქვამი და უამრავი პუნქტი, მაგალითად, ემიგრანტებთან დაკავშირებით, უცხოეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ასეთი კითხვის ნიშნები ევთო ოდირის დასკვნაში არ გახმოვანებულა. არ გახმოვანებულა, არ ყოფილა ლაპარაკი ამ დასკვნაში რამე ისეთ მომენტზე, რომელიც შესაძლებელია გამოდგეს იმის სათქმელად, რომ არჩევნების შედეგები უნდა დადგეს ერთქვეშ. არ ყოფილა ასეთი რამ, ამიტომ ეს დასკვნა ევთო ოდირისა ერთმნიშვნელოვნად საბოლოო ჯამში ერთმნიშვნელოვნად ღაღადებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც წარიმართა კონსტიტუციურად, წარიმართა კანონიერად, წარიმართა სერიოზული დარღვევების გარეშე და შედეგი, რომელიც დაიდო, არის კანონიერი და ლეგიტიმური. აი ეს არის დასკვნა, რომელიც გაკეთებულია უჩვენოდაც და ჩვენც რა თქმა უნდა აქედან უნდა ამოვიდეთ, როდესაც ამ დასკვნის ინტერპრეტაციას ვცდილობთ ან მოვინდომებთ. დიახ, მაგრამ საქართველოში მაინც გვაქვს დიდი ვნებათა ღელვა, დიდი აჟიოტაჟი და ახლა ვნახოთ ვინ და რა ძალები მონაწილეობენ იმ ბაკკანალიაში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ეგრეთ წოდებული აღშფოთებული მოქალაქეების პროტესტად გასაღებული პერფორმანსები ისევ NGO-ების მხრიდან და ისევ სოროსის ფონდში წინასწარ შედგენილი სცენარის ნაწილია. ეროვნული სულისკვეთების საფარქვეშ აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ჯგუფ დაიტოვეს და ჯაჭვის ხელმძღვანელი სოროსის ინტერესებს მალავს. საიდუმლო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციაში გუშინ შედგა. სოროსის ფონდის მნიშვნელოვანი როლი აქციების მიმდინარეობაში თავად ილია ღლონტმაც დაადასტურა. დღეს ეს შეხვედრა გაიმართა აქ ღია საზოგადოების ფონდის ოფისში? ღია საზოგადოების ფონდის ოფისია ეს. სოროსის ფონდის დაცვა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მხოლოდ საიამითავა. ნონა ქურდოვანიძე პრობლემას ვერ ხედავს თუ საზოგადოების პროტესტად გასაღებული აქციების უკან სოროსის ფონდი და მისი ინტერესები დგას. თემაზე კითხვებმა დღეს სოროსის ფონდში შეკრებილი სხვა მდიდარი NGO-ების წარმომადგენლები გააღიზიანა. დაბნეულებმა კითხვაზე პასუხი ვერ მოიფიქრეს. თუ ასეთი შეხვედრა შედგა, ვერც ამაში ხედავ პრობლემას, რომ ადამიანები ხვდებოდნენ და ისე შეხვედრისას განიხილავდნენ აქციების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ის რაზეც პასუხის გაცემა თავად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გაუჭირდა ღიად და საჯაროდ დააპოსტა მიხეილ სააკაშვილმა. ოპოზიციის პატიმარმა ბელადმა აღიარა, რომ აქციებზე ხალხი გაწერილი სცენარით ჩამოიყვანეს. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის სტატუს მისივე მოკავშირეების აჟიოტაჟი მოჰყვა, პატიმარს თავის მართლება და პოსტის ჩასწორება მოუწია. შეცდომა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება. საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწია გიორგი ვაშაძესაც, რომელმაც დღეს დაგვიდასტურა, რომ მანიფესტაციების ორგანიზატორია ყველა, მათ შორის არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია. ამ აქციების ორგანიზებასთან გვაქვს ყველას კავშირი, აბსოლუტურად ყველას, პარტიებსაც, ხალხსაც, არასამთავრობოებსაც. ამ ადამიანებისთვის არც სიტყვის თქმა არის პრობლემა და არც სიტყვის უკან წაღება არის პრობლემა. ამ ადამიანებს არა აქვთ პრინციპი. მათი პრინციპი მხოლოდ ერთ რამეში მდგომარეობს. ნებისმიერი სიტუაცია გამოიყენონ მათი კეთილდღეობისთვის, მათი სიკეთისთვის, მათი პრაგმატული მიზნებისთვის. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქრონ ქვეყანაზე, არ უნდა იფიქრონ ხალხზე, არ უნდა იფიქრონ მომავალზე. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი. ეს არის მათი ბუნება. სააკაშვილის განცხადება ნახეთ თქვენ, რომ ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება, ეს არის დანაშაული. ანუ ეს ხალხი რისთვის ჩამოყავთ? იმისთვის კი არა,
რომ ამ ხალხმა თავისი გულისნადები თქვას თუ რამე აქვთ განსხვავებული ხელისუფლებისა და ოფიციალური პოზიციისგან, არამედ იმისთვის, რომ მათ ჩაადენინონ დანაშაული, ისინი ჩაითრიონ დანაშაულში, ისინი უпростоრად გამოიყენონ მათ მიერ ამ ვაჟბატონების და ქალბატონების მიერ ჩადენილი დანაშაულის როგორც გამართლების ფაქტორი. ეს არის მათი მიზანი და ეს არის მათი ცხოვრების წესი. ახლა აი თქვენ ნახეთ ეს ცნობილი სოროსის ფონდი, რომელიც მონაწილეობს ყველაფერ ამაში, ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ეს ფონდი არის ის, ვინც საქართველოს უბედურებაში მონაწილეობს თავიდან ბოლომდე. მაგრამ მარტო ეს არ არის, ბევრი სხვა ორგანიზაცია, ფრანკლინის კლუბია, მაკეინის ინსტიტუტია, ჰელსინკის ჯგუფია და სხვადასხვა სხვათა შორის ამ ჩამონათვალსაც ბატონი დინარაზე გააკეთებს. მაგალითად ხელმძღვანელობენ მაკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლები, კანვასის ტრენინგებზე, რასაც ასწავლიდნენ ასეულობით ადამიანს, ფრანკლინის კლუბში, რასაც ასწავლიდნენ ახალგაზრდებს, იქ ამოიკითხავთ თითოეული იმ მოქმედების შესახებ, რასაც ისინი დგამდნენ. ასეა, მათ აქვთ უამრავი ორგანიზაცია იმისთვის შექმნილი, რომ გაზარდონ ეს ახალგაზრდები, ჩაითრიონ ხალხის დიდი ნაკადი და შემდეგ ეს ყველაფერი გამოიყენონ პროვოკაციებისთვის, სახელმწიფო გადატრიალებებისთვის, ანუ ყველაფერი იმისთვის, რაც მათ აქვთ დაგეგმილი, მათ ქვეყანაშია დაგეგმილი და აქ შემსრულებლად ყავთ მეხუთე კოლონი, რომელთა დიდი ნაწილი არის დაფინანსებული, გახსოვთ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რა წივილ-კივილი ატეხეს, რომ ის არ უნდა გაკონტროლდეს და ქართულმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ არ უნდა იცოდეს თუ რა შემოდის და რა იხარჯება და რაში იხარჯება, მათ უნდა კონდეთ პარპაშის უფლება, თავისუფლად მოქმედების უფლება. აბსოლუტურად არავის არაფერს არ უნდა ეკითხებოდნენ. აი ეს ადამიანები არიან ესენი, რომლებიც ამყურებენ წყალს და რომლებსაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ ყველაფერი წაიყვანონ იმ საბოლოო შედეგის მიმართულებით, რასაც ქვია სახელმწიფო გადატრიალება, ანუ მოაწყონ აქ იგივე პროცესი, რამაც შემდეგ რაც მოხდა უკრაინაში და რამაც შემდეგ უკრაინელები მიიყვანა სრულ ტრაგედიამდე, მაგრამ მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა, როგორც ჩანს, მაიდანი ვერ შედგა და ვერ შედგება. არჩევნებში და შემდეგ ქუჩაში გაკოტრებული ოპოზიცია თვენახევარია ხელისუფლებაში მოსვლის ძალადობრივ გზებს ეძებს და ხელსაყრელ მომენტს ელოდება, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლების დამხობის მათეული გეგმა და უკრაინული მაიდნის ქართული ვერსია ვერ შედგა. ვერ შედგა და ალბათ ვერ შედგება. იმედია, იმიტომ რომ პირველ რიგში ქართველ ხალხს აქვს იმისი გონიერება, რომ არ ჩაერთოს საქართველოს დამანგრეվել ამ პროცესებში და არ მიიღოს მასში მონაწილეობა უმრავლესობით. ის შეცდენილია ან მოსყიდული ნაწილი, რომელიც ქუჩაში გამრბის, რა თქმა უნდა, საბოლოო ამინც ვერ შექმნის, თუმცა საშიშროება, რა თქმა უნდა, მთლიანად მოხსნილი არ არის. დანარჩენს ჩვენ გავაგრძელებთ მას შემდეგ, რაც წარმოგიდგენთ ცოტა შევისვენოთ აქ და რაც წარმოგიდგენთ რუბრიკას, რომელსაც ფსიქიატრიული რენტგენი ქვია. ასე მინდა წარმოგიდგინოთ მე-10 ადგილზე გასული სიუჟეტი. ძალიან მაგარი ტრაკი გაქდა. ეს როგორ შეიძლება იურიდიულად ისე გითხრა, რომ შენი უფლებები არ დაირღვე. არ დარღვეულა, გეთახმები მაქვს. გესმით დიალოგი? აქ შესაძლებელია ვინმე არ შეყობა უფრო ნახოს, ვიდრე ფსიქიატრიული მომენტები. არ შეყობა რა თქმა უნდა, მიღებული ფორმა ქალსა და კაცს შორის ფლირტი, ურთიერთობა, რაღაც სასიყვარულო მომენტების გაჩენა და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ქალს საჯაროდ მიკროფონით ხელში მივარდები და ეუბნები, რომ იცი, ბოდიშვიხტი ამ სიტყვის ძალიან კარგი უკანალი გაქვსო, აქ უკვე არ შეყობასთან კიდე არა გვაქვს საქმე, არამედ რაღაც ფსიქიატრიული ელემენტებია ჩართული და მით უმეტეს
როდესაც ამის გამკეთებელმა იცის, რომ ეს სხვებისთვის დაფარული კი არ რჩება, სხვების გასაგონად, სხვების გასაგებად და დასანახად აკეთებს ამას. რა თქმა უნდა, აი ეს არის სახე იმისა თუ საიდკენ მივდივართ ჩვენ. ეს არის ამორალიზმის რაღაც უკიდურესი ფორმა, რომელიც რა თქმა უნდა იკვეთება ფსიქიატრიასთან. რა კი არშიყობის თემას შევეხეთ, ახლა გაჩვენებთ სიუჟეტს, მე-9 ადგილზე გასულ სიუჟეტს, რომელიც აგრძელებს ამ თემას. გთხოვთ, დააკვირდით რითი ვარ პირდაპირ ეთერში მოსული. მეგობრებო, ეს არ არის სასაცილო, ეს არის კლასიკური ჩამხუტი, რომელიც დღეს მე მგონი მობილური ტელეფონის ტარებაზე ბევრად უფრო ნორმალიზებული ნივთი არის, იმიტომ რომ ახლა სტუდიაში მეულდებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც მიზანმიმართულად წამომყვნენ დღეს, იმიტომ რომ არ ვიცი აქედან თქვენ როგორ გავალთ შენ, იმიტომ რომ ხალხს სახლებში უვარდებიან. ეს არის 1927 წლის წითელი ტერორი, როდესაც ადამიანები ქუჩებიდან აყავთ და რაც ყველაზე სამარცხვინო და რაზედაც გული მეგლიჯება. მე როგორც აქციის მონაწილე, ჩემს მეგობრებთან ერთად ყოველდღე როდესაც რუსთაველის ტერიტორიას ვტოვებ, მიწევ ჩემი ატრიბუტიკის და ქვეყნის ეროვნული დროშის ჩანთაში დამალვა. იმიტომ რომ ჩემი დროშის გამო ვიღაცის სამიზნე შეიძლება გავხდე. ეს მე მაქვს მონიშნული როგორც მერვე ადგილზე გასული სიუჟეტი, ამიტომ რეჟისორს ვთხოვ ნახოს გადაამოწმოს თუ არის წურწუმია უშიკიშვილის სიუჟეტი და ეს მოამზადოს. ახლა რაც შეეხება ამ სიუჟეტს, რომელიც თქვენ ნახეთ, აქ ერთი საინტერესო რამე ითქვა, რომ თუ ვინმე სჭირდება ჩაფხუტით სიარული ქუჩაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მას თავს ასხმის ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. საქართველოს მოსახლეობა, აბსოლუტური უმრავლესობა და არც საქართველოს ხელისუფლება არავის არ ესხმის თავს იმისთვის, რომ ხალხმა ჩაფხუტით იაროს. ასეთი საშიშროება არ დგას, მაგრამ ოპოზიცია, კი ბატონო, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, მეხუთე კოლონა, ესენი არიან მოძალადეები, ესენი ესხმიან ხალხს თავს და რაც შეეხება დროშის ტარებას, აი დროშის ტარების ფორმაც არის გადასახედი. ეს უკანალზე მოხვეული დროშები, რომლითაც ქუჩებში დადიან, არის უპატივცემლობა დროშის მიმართ, ქვეყნის მიმართ, ხალხის მიმართ და საერთოდ ყველაფრის მიმართ. ამიტომ ამის გამო მართალია თავი არავის არ უნდა გაუტეხონ, მაგრამ ეს მომენტიც, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია და ეხლა თუ არის ის სიუჟეტი, წურწუმია უშიკიშვილი გაუშვათ აბა. შევიდეთ ცოტა რა. რა ვიცი, ჯერ ახალი მოყვანილი ვარ და არ ვიცი. ხო, ჯერ ახალი ესახარა ქვია. ეს უცა პატარა ქონია თუ არა? აჰა. იცი ეგა? ხო. ეს უცა პატარა ქონია თუ? მოყევი. კახეთში რო გათხოვდება ქალი, ხო იცი? ხო. დილით რო გამოვა პირველი ღამის მერე და ეს უცა პატარა ქონია თუ? ნახსოვს ეგა ისტორია. ხო და დიჟე თქვა კიდე, ხმაკითი. არა, ეზო დიდი გვაქვს, ასე რა ვიცი. რა რატომ მეკითხები ეგეთ რაღაცებს, კაცო? ხო იცი რომ პასუხს მიიღებ, შესანიშნავ პასუხს მიიღებ. ვაიმე. გამცხა. არა ღმერთმა დამიფაროს, მე არ მინდა ვთქვა რომ აქ რამე არშიყობის ელემენტები დავინახე, მეთქი ეს არ არის ჩვენი თემა, ჩვენ ფსიქიატრიის კუთხით უყურებთ ყველაფერს და ფსიქიატრიის რაღაც ელემენტები აი ამ ურთიერთობებში, ამ დამოკიდებულებებში, რა თქმა უნდა, ჩანს. მე-7 ადგილზე გასული სიუჟეტი. ქალბატონი სალონე ნებისმიერ შენობაში, სადაც უნდა ბრძანდებოდეს, მაინც პირველია, მაინც ლიდერია, მაინც ერთადერთი ლეგიტიმურია და რაც ყველაზე მთავარია, მაინც შიშის ზარს ცემს იმ ხალხს, რომელთაც გონიათ, რომ ახლა მთავრობას წარმოადგენენ. მათ შორის შიშის ზარს ცემს იმ ადამიანსაც, რომელიც ვითომ პრეზიდენტი უნდა გახდეს. რა ვიცი, აბა, აქაც გარკვეული ფსიქიატრიის ელემენტები ჩანს, იმიტომ რომ კი მართალია ქალბატონის სალომე უმაღლესი მთავარსარდალი გახლავთ, მაგრამ არ ამგონია რომ ის დედამისის ზურგზე ვინმეს ან რამეს შიშის ზარს ცემდეს. არ არის ამ
თვისებების მატარებელი ქალბატონი სალომე. მე-6 ადგილზე გასული სიუჟეტი. აი მართლა ძალიან შურს უკრაინელების მაიდანი იყო მშვიდობიანი აქცია და ჩვენზე მეტად პრორუსი და რუსი ხელისუფლება ყავდათ თავისი ერთობით, ერთადი დგომით და იმით რომ ვერ გაატეხეს ისინი მიაღწეს იმას რომ ეს ხელისუფლება შეიცვალა. დღეს რომ ადამიანი იტყვის შურს უკრაინელების და უკრაინის რა თქმა უნდა ფსიქიატრიასთან გვაქვს საქმე. უკრაინელების და უკრაინაც დაიღუპა პრაქტიკულად. იმიტომ რომ ასეულ ათასები თუ მილიონი არა დაიხოცა ამ უბედურებაში უკრაინელი და დაინგრა უკრაინა თითქმის თავიდან ბოლომდე. როგორ შეიძლება უკრაინის ვინმეს შურდეს? რა არის ის მომენტი, რომლის გამოც შეიძლება უკრაინის შეშურდეს ადამიანს, თუ კი ის მტერი არ არის ან უკრაინის, ან იმ ქვეყნის, რომლის სახელითაც შეშურდა უკრაინის. აქ აშკარა ფსიქიატრიასთან გვაქვს საქმე. მე-5 ადგილზე გასული სიუჟეტი. ეხლა მომისმინე დავით ჩემი დახოცილი ძმაკაცების სახელი. შენი დახოცილი ძმაკაცები 26 მაისს წერზე შემოაწყეთ. შენი ძმაკაცები. კი, ჩემი ძმაკაცები იყვნენ. ჩემი ქუჩაში დახვრეტილი ძმაკაცების სახელი. რომელი ქუჩაში დახვრეტილი? 150 ბიჭი, სანდრო გერგულიანის, ბუტა რობაკიძის. ჩემი ნაწამები, ციხეში ნაწამები ძმაკაცების სახელი. ეხლა სანამ თავი გადაგიგები, ხილობიანად მოიქცეს. ეს ხულიგანი ხულიგანი კი არა. ხერო კიდე ხმას იგე. ხერო კიდე ხმას იგე. ხულიგანი გახვიდე. ერთად ხმამე უნდა ამოიღო. არა მოვიღე. არ შევეპასუხე უსმენ. მეგონა თბილისელი კაცი უნდა ხონდა იმის დილობა და მოეწყო. ხორეფულად. ვიდი ბიჭო შეუკეთე. ერთი წამით რა საკეთებ ხალხო აი გარანტა ბესო რა არის ახლა მოდი სუფთი მაყურებო აი ასეთი ეს მძიმედ სანახავი სურათი რომელიც გვაფიქრებინებს რომ ფსიქიატრიასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ სტუდიაში ჩხუბი, ცემა, ალმაღალი და ასე შემდეგ ეს არ არის ნორმალური საქციელი რა თქმა უნდა. თუმცა აქაც გარკვეული კვალიფიკაცია უნდა მოვახდინოთ. თქვენ დააკვირდით როგორ გამოყავს მოპაექრე მწყობრიდან იმ ხარეს, რომელსაც მე თავში მოხვდა. როგორ გამოყავს მოპაექრე მწყობრი. რომელი დახოცილები, ვინ მოკლეს, სად მოკლეს, რას ლაპარაკობ, თითქოს ამ კაცს არ გაუგია. მთელი ის უბედურება, რაც ნაციონალურმა ხროვამ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში დაატრიალა. წამება, მკვლელობა, სისხლი, გაუბედურება, ძარცვა, გლეჯვა, წართმევა, უსამართლობა, უკიდეგანო უსამართლობა. აი ეს ყველაფერი არის მათი ხელწერა და როდესაც ადამიანი ლაპარაკობს რომ სად, როდის, ვინ თქვა, ვინ გაიგონა. იცით როგორი ფოლადის ნერვებიც არ უნდა ქონდეს ადამიანს ზოგიერთ სიტუაციაში დგება ისეთი ჟამი, როდესაც ის წონასწორობას კარგავს და აქედან გამომდინარე ეს სიუჟეტი იმასთან დაკავშირებითაც გვეუბნება, მიგვანიშნებს თუ სანამდე შეიძლება მივიდეთ. აქ ორი ადამიანი მივიდა დაპირისპირებამდე, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, შესაძლებელია მთელი ხალხი მოსახლეობა ერი მივიდეს დაპირისპირებასთან, როდესაც სხვა გამოსავალი არ რჩება, როდესაც არის მხარე, დამნაშავე მხარე, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ინანიებდეს და სინანულის წრემლებს ღორიდეს, ხელისუფლებისკენ ისწრაფვის. რომ მაშინ დაწყებული საქმე, აი ის უბედურება, წამება და წვალება ადამიანებისა, რომელიც წესად აქციეს, აი ის გაიმეორონ კი არა, რაღაც უფრო მაღალ ხარისხში აიყვანონ და რევანშით მოგვრილი კმაყოფილება იგრძნონ. ამის დაშვება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ახლა წარმოგიდგენთ მე-4 ადგილზე გასულ სიუჟეტს ემიგრანტი ქალბატონი, ნახოთ როგორ იქცევა.
მე ვიყავ მე მგონი პირველი ემიგრანტი რომელიც სპეციალურად აქციებისთვის ჩამოვიდა და ჩემს მე ვიც Facebook-ზე მომწერა 5 კიდე ჩამოვიდა კიდევ აპირებენ ჩამოსვლას ყველას მოუწოდებ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო რომ ჩვენს გვერდი ხართ პირველ რიგში ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მოუწოდებ რომელიც ფინანსურად ეხმარებიან ამ აქციებს საქართველოს და იცავენ საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიას. მადლობა მეგობრებო, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. ვისაც შეგიძლიათ, ჩამოდით. ერთი ხმა, თქვენ ერთ ხმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ გელოდებით თბილისში, საქართველოში. საქართველოს გაუმარჯოს! მე მინდა მოგიწოდოთ ხალბატონო რომ დაანებოთ თავი ამ რევოლუციებს თქვენ რევოლუციონერი არ ხართ თქვენ საამისო არც განათლება გაქვთ არც მომზადება გაქვთ და არც მონაცემები გაქვთ ამიტომ მიხედეთ ოჯახს მიხედეთ თქვენ შვილებს გამოიმუშავეთ სადაც ხართ იქ ის ორი გროში რომელსაც კეთილსაქმეს ახმართ ეს გაცილებით ჯობია თქვენთვისაც და თქვენი ქვეყნისთვისაც თუ მიიღებთ ამ რჩევას ხომ კარგი თუ არა და განაგრძეთ ასე როგორც ახლა იქცეოდით მესამე ადგილზე გასული სიუჟეტი ყურადღებით მოვისმინოთ ამერიკელი სენატორი გამოვიდა და თქვა რომ ერთ-ერთი არჩეული პრეზიდენტი არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორჩა და გათავდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ეს ვაჟკაცი აცხადებს რომ ამერიკის რომელიღაც სენატორმა თურმე სალომე ზურაბიშვილი ვადაგასული სალომე ზურაბიშვილი აღიარა საქართველოს პრეზიდენტად და ეს იმას ნიშნავს რომ მორჩა და გათავდაო ანუ წერტილი დაესვაო იმიტომ რომ ამერიკელმა სენატორმა ბრძანა ასეო აი სულ ეს არის ამ კაცის წარმოდგენები დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და თავისუფლებაზე. და მეორე ადგილზე გასული სიუჟეტი. სომხები და აზერბაიჯანელები უნდა გამოჩნდნენ. იმიტომ რომ ჩვენი სისხლი და ხორცი არიან. აი სომხებო და აზერბაიჯანელებო, ძმებო, ჩვენი სისხლი და ხორცი ხართ. ერთი სული გვაქვს, ერთი სამშო გააკეთეთ რა ერთად გამოდით რა, აჩვენეთ რა. აჩვენეთ თქვენ ძმებსაც აზერბაიჯანში და თქვენ ძმებსაც სომხეთში. რა არის და სინამდვილეში როგორია ბაგრატოვანთა კავკასია. რატომ უბას რაშია საქმე? ქართველები არ მოყვებიან? არ ავსებენ არა იმ რაოდენობას, რომელიც სჭირდებათ იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოთ და ამიტომ უხმე სომხებს და აზერბაიჯანელებს და კიდე სხვა ეროვნებებს იმისთვის, რომ როგორმე დაამხოთ ხელისუფლება და მიხვიდეთ სახელმწიფო გადატრიალებამდე. არ მგონია რომ რამე გამოვიდეს ამ საქმიდან, მაგრამ აი თქვენი ეს აქციელი თუ როგორ გახასიათებთ თქვენ, ამაზე მოდით თავად იფიქრეთ. აი ამ სიუჟეტის შემდეგ მართალი გითხრათ არ მგონია რამე თუ გავითოდა პირველ ადგილზე, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი უწყინარი კაცი გამოჩნდება ახლა თქვენ წინაშე, რომ ძალიან ძნელია წარმოიდგინოთ ეს კაცი იმ სისულელის თამაში, რომელსაც ახლა მოვისმენთ. უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ასეთი დიდი ქვეყანა აღარც რუსეთი არ არის. ერთ-ერთი რიგითი შეიარაღებული ჩრდილო კორეის დონის რეგიონის ლიდერია სოფელში. ეს ბატონი რამაზ საყვარელიძეა, ჩემო რამაზ მე და შენ ძალიან დიდი ხანი ერთმანეთს ვიცნობთ სტუდენტობიდან თუ ასპირანტურის წლებიდან და მართალი გითხრა არ მეგონა ასეთ საოცრებას თუ იტყოდი რომ რუსეთი არ არის თურმე დიდი სახელმწიფო და ჩრდილო კორეის დონის სახელმწიფო. ეს რამ გათქმევინა შეგაიგასო, იმიტომ რომ იცი როგორც ექსპერტს, როგორც პოლიტოლოგს გისმენს ალბათ საზოგადოების რაღაც ნაწილი და დავიჯერო რომ ამაში დაგეთანხმებიან. სხვათა შორის აი ასეთი სისულელე თავის დროზე თქვა ამერიკის პრეზიდენტმა ობამამ, რომ რუსეთიო რეგიონული დერჟავაო, ის არ არის მსოფლიო მნიშვნელობის დერჟავაო და ძალიან საინტერესოა და ახლა აღარ გადაღვli ამ
სიუჟეტის მოხმობით ჩვენს მაყურებლებს, მაგრამ ძალიან საინტერესო პასუხი გასცა ვლადიმერ პუტინმა. მაშინო ბატონმა ობამამ გვითხრასო, რომელ რეგიონზეა საუბარიო. იმიტომ რომ რუსეთი ერთის მხრივ საზღვრება ამერიკის შეერთებულ შტატებს და კანადას, მეორე მხრივ საზღვრება ევროპას, მესამე მხრივ საზღვრება ჩინეთს, ინდოეთს და აქეთ აზიის სახელმწიფოებს, რომელ რეგიონზეა საუბარი, როგორ შეიძლება რუსეთი ვინმე წარმოიდგინოს რეგიონული მნიშვნელობის დერჟავად. მით უმეტეს, როდესაც რუსეთი გაცილებით აღემატება თელ მსოფლიოს ერთად აღებულს ბირთვულ შეიარაღებაში. მაშინ, როდესაც რუსეთი ყველაზე დიდი სახელმწიფოა ტერიტორიულად მსოფლიოში. მაშინ, როდესაც რუსეთის მოსახლეობა 150 მილიონს შეადგენს. აი, როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა ადამიანმა და თან პოლიტოლოგიაზე პრეტენზიის მქონე ადამიანმა. სხვათა შორის ჟურნალისტიც ეგრევე დაეთანხმა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა ეს როგორ შეიძლება რომ თქვათო ეს არ არის რეალობაო, ხო, რუსეთი რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფოა. აი, ეს წარმოდგენებია, რომ უყავს ქვეყანას. მე მახსოვს, როდესაც ამბობდნენ, რომ რუსეთის ჟანგიანი ტანკები და რუსეთს ეს არ უარგა, რუსეთს ის არ უარგა, მაგრამ რუსეთი, რომელსაც დაუპირისპირდა მთელი ნატო, დაუპირისპირდა მთელი კოლექტიური დასავლეთი, დაუპირისპირდა 50 სახელმწიფოზე მეტი ერთდროულად. და აი ამ ომში უკრაინაში იმარჯვებს, აბსოლუტურად იმარჯვებს და თანაც ისე ნელ-ნელა აკეთებს ამ საქმეს, რომ მეტი მსხვერპლი რომ არ იყოს, დიდია უზარმაზარია მსხვერპლი სამწუხაროდ, მაგრამ გაცილებით დიდი რომ არ იყოს, ამის გამო ძალიან ნელა და ძალიან ფაქიზად აკეთებს ამ საქმეს. მას არ ეშინია ხვალინდელი დღის. აი ამ სახელმწიფოზე როგორ ამბობ, რომ ის დიდი სახელმწიფო არ არის და რაღაც ჩრდილოეთ კორეის დონის სახელმწიფოა. ერთი სიტყვით, ამით დავამთავრებთ ამ რუბრიკას ფსიქიატრიული რენტგენი და გადავალთ ისევ გადაცემისკენ. მე მინდა წარმოგიდგინოთ თქვენ ვითარება, რომელიც შეიქმნა მეხუთე კოლონაში, დასავლეთის წარმომადგენლობაში. ერთმანეთს დაერივნენ და ერთმანეთს ჭამენ უკვე. მაგალითად, აი ერთი სიუჟეტი ასეთი. ყველა ტელევიზიას ხაზარაძის TV პირველს, ჭუტას და ხაზარაძის TV პირველს. ნიკუტა გვარამიას და გილაურის მთავარ არხს და გაურკვეველი პატრონის მქონე ფორმულას. მითითებები აქვთ მიცემული, რომ არ გაგვეკარონა. ანუ აი ამ სამარცხვინო მოსყიდულ ტელევიზიებს, სადაც მუშაობენ მოსყიდული ჟურნალისტები და არავინ თქვას, ეხლა ჟურნალისტები არაფერი შუაში არ არიან. რას ქვია? ნიურნბერგის პროცესზე ჰიტლერის ბრძანებებს ვინც ასრულებდა, ყველა საქმრობელზე გაიყვანეს, ისინი სკვიროდნენ, რომ ჩვენ ბრძანებას ვასრულებდითო. აი, ასეთია ამ ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთთან და ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ მე როგორც გითხარით, ესენი პიროვნებებს არ წარმოადგენენ, ესენი ყველანი არიან ვიღაცის დავალების შემსრულებელი და ამ დავალების შესრულების დროს, რა თქმა უნდა, ჩნდება ისეთი ურთიერთობები, რომელიც ცილდება პიროვნული ურთიერთობების ზღვარს და გადადის აი ესეთ მოვლენებში, რომლის ერთ-ერთი მაგალითი ახლა ნახეთ და იგივე ბატონი ნათელაშვილი კიდევ ერთხელ წარმოდგება თქვენ წინაშე, ის ახლა უკვე პარტიებს მიმართავს. შემოვტრიალდი აქციიდან და ვიგებ, რომ დღეს სამმა ეგრეთ წოდებულმა გამარჯვებულმა პარტიამ, ესენი არიან გახარია, ხაზარაძე და ნაცმოძრაობა, თანხმობა განაცხადა აიღონ 26 ოქტომბრის არალეგიტიმური არჩევნების შედეგებით გამოთვლილი მილიონები. თვითონ მილიონ ნახევარს საშუალოდ. ეს იურიდიულად და პოლიტიკურად ტოლფასია არჩევნების ლეგიტიმურად და სამართლიანად აღიარების. ამას აქვს ეს ერთადერთი სახე. ხალხურად და ზნეობრივად, აი ქუჩაში გამოსული ხალხისთვის ზურგში დაშნის ჩაცემა ქვია. ერთი სიტყვით ამ ადამიანებმა, ამ პარტიებმა, მათმა ხელმძღვანელებმა, რაც არ უნდა აკეთონ და როგორც არ უნდა მოიქცნენ, შევლენ პარლამენტში თუ არ შევლენ პარლამენტში, მიიღებენ დაფინანსებას თუ არ მიიღებენ დაფინანსებას. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მოიქცევიან უზნეოდ და უწესოდ.
ისინი მოიქცევიან ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. მათ და სამწუხაროდ და რა თქმა უნდა ჩვენ და სამწუხაროდაც, იმიტომ რომ ეს ჩვენი რეალობა გახლავთ და ახლა მივადექ იმ თემას, რასაც ქვია პრეზიდენტი სალომე ზურავიშვილი. თქვენ იცით რომ მას ზეგ ამოეწურება ვადა და უნდა დატოვოს პრეზიდენტის სასახლე. ეს არის კონსტიტუციური, ასე ვთქვათ, ნორმა, კონსტიტუციური გადაწყვეტილება და ის მას უნდა დაემორჩილოს, მაგრამ როგორც ჩანს, ამას არ აპირებს. აი ვნახოთ რა განცხადებები გააკეთა მან რუსთაველის პროსპექტზე იქ შეკრებილ ხალხთან. მოგესალმებით. აქ ვართ დღეს არ გვინდა არც ყვირილები, არც სალომე, არც არაფერი. ეს არის ძალიან სიმბოლური ადგილი, სადაც ეხლა ვდგევარ თქვენს წინაშე. აქ ამ სკოლაში სწავლობდა მამაჩემი. ჩემ ზურგს უკან ილია და აკაკი გვიყურებს. არ მგონია რამე განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდეს იმას თუ სწავლობდა სალომე ზურავიშვილის მამა. მაგრამ რაც ქალბატონმა სალომემ ახლა თქვა, რომ ჩემს ზურგს უკან არიან ილია და აკაკიო. აი ეს არის ისეთი ცნობიერება, აქ არაფერ შუაში არ არის ენის უცოდინრობა და ენობრივი ლაფსუსები. ეს არის ისეთი ადამიანის, ძალიან ყინჩი ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება. ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც არ იცის, რას ნიშნავს ელემენტარული მოკრძალება, არაფერს ვამბობ მოწიწებაზე, არაფერს ვამბობ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე. როდესაც ადამიანს ენაზე მოადგება ასეთი წინადადება, რომ ჩემს ზურგს უკან არიან ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელიო, ასეთ ადამიანს რაღაც პრობლემები აქვს მორალთან, ზნეობასთან. მაგრამ მოდით ნუწავალთ შორს, ეს რაც არის, ეს არის. ახლა ვნახოთ რა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა მან. და მე მინდა ეხლა გითხრათ, რას გავაკეთებთ. პირველ რიგში მე რას გავაკეთებ? მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. და მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის, მისი ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ და ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. როგორ მოგწონთ? მე ვარ და ვიქნები ქართული არმიის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. ვადა გაუვიდა, კონსტიტუციური დრო ამოიწურა, მაგრამ აპირებს დარჩენას. და ვიღაც ვეტერანები ამას თურმე მხარს უჭერენ, ვიღაცა ხალხი ამას თურმე მხარს უჭერს და ამ ხალხს და იმ ვეტერანებს გონიათ, რომ სწორად იქცევიან. ეს არის საშინელი დანაშაული. ეს არის დანაშაული, რომელიც უმკაცრესად ижდება ყველა ქვეყანასა და ყველა სახელმწიფოში.
აი კიდევ რა ფიცი დადო ქალბატონმა სალომე. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას. არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არა ვარ ყველასი პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები. რა თქმა უნდა, უმძიმესი სურათია, აქაც ფსიქიატრიულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, მაგრამ როდესაც ერთი ადამიანი ფსიქიატრიული პრობლემა გადადის სახელმწიფოებრივ პრობლემაში და მან შეიძლება შექმნას ისეთი ვითარება, რომელიც ძალიან ცუდი იქნება ქართველი ხალხისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის, ეს უკვე რა თქმა უნდა სცდება ერთი ადამიანის პრობლემას და გადადის საერთო სახალხო პრობლემაში, სხვათა შორის იმ ადამიანების პრობლემაში, რომლებიც იქ სკანდირებდნენ სალომე, სალომე, სალომე. სამწუხაროდ ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს განწყობილება, სახელმწიფო გადატრიალების განწყობილება, სულაც არ აღმოჩნდა უცხო და მიუღებელი. აი მაგალითად, როგორია პოზიცია მამუკა ხაზარაძის. მიუმართავ ქართულ ჯარს. სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და ეგრეთ წოდებულ ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარი, მიუღებელი, არაკაცური და უსინდისო პოზიცია. შეფასებაც, რა თქმა უნდა, მედია სივრცეში ასეთი მოხდა. ხაზარაძის მოწოდება, რომ აშკარად დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროცესს შესაბამისი მსვლელობაც უნდა მიეცეს, ამაზე იურისტები საუბრობენ. უფლებადამცველი ირმაჭკადუა ხაზარაძის წარსულს იხსენებს. უკვე მიმაჩნია, რომ ეს გაცდა კიდევაც მოწოდებიც გარკვეულწილად შეიცავს დანაშაულის ელემენტებს, ამისთვის არსებობენ შესაბამისი ორგანოები და ბუნებრივია სახელმწიფო გასცემს პასუხს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო, როდესაც მოწოდების სიმაღლეზეა, ასეთ კონკრეტულ შემთხვევებს პასუხი უნდა გასცეს. მე მესმის, რომ ქალბატონ სალომეს დაპატიმრება იმ განცხადების გამო სწორი არ იქნებოდა, იმიტომ რომ მას პრეზიდენტი ქვია და იცავს ის იმუნიტეტი, საპრეზიდენტო იმუნიტეტი, რომელიც ხელშეუვალი და ხელშეუხებელია თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში, მაგრამ როდესაც ვინმე ხაზარაძე ამ განცხადებებს აკეთებს, მის მიმართ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა ამოქმედდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ და სამწუხაროდ ასეთ ქმედებებს ვერ ვხედავთ. მით უმეტეს, რომ ხაზარაძე მარტო არ არის ამ პოზიციის გამოხატვაში. რას ნიშნავს და რაც წერია მაგას ნიშნავს. ჯარი არ ნიშნავს, რომ მონურ მორჩილებაში უნდა იყო ნებისმიერ რეჟიმთან. ჯარი არსებობს იმისთვის, რომ დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ქვეყნის ეროვნული ინტერესები. იგივე არსება, რაზეც მამუკა მაგ შემთხვევაში. ერთ-ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოში და მთავარსარდალი არის სალომე ზურაბიშვილი, შესაბამისად მის, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილოს საქართველოს ჯარი. ხელისუფლების მხრიდან ამ განცხადებებს არ მოხოლია ქმედება, მაგრამ შეფასება, რა თქმა უნდა, მოხდა. როდესაც ისე გინდა შენი ქვეყნის ჩამოქცევა, არევა, ეკონომიკის ჩამოქცევა, მშვიდობის ჩამოქცევა, რომ მოუწოდებ დაუმორჩილებლობისკენ, ესე იგი, ერთი აგონიაში ხარ და მეორე უდიდეს მავნებლობას ცდილობ რომ ჩაიდინო. მართალია, აბსოლუტურად ეს უკვე აგონია, ეს უკვე უკანასკნელი წერტილია, მაგრამ სახელმწიფო მაინც ფხიზლად უნდა იყოს იმისთვის, რომ ემანდ რაღაცა არ მოხდეს ისეთი, რომელიც აბსოლუტურად მეუღებელია. აი კიდევ ერთი შეფასება. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ამ ჯარმა არ უნდა შეასრულოს თავისი კანონმდებლობით დათვალისწინებული ვალდებულება და ქვეყნის წინაშე დადებული ფიცი, ამას რომ ადამიანი იკადრებს, ამაზეც ნედაცემული საქციელი უბრალოდ არ არსებობს. ახლა ქალბატონ სალომეს თემას მინდა ისევ მეუბრუნდე, თქვენ იცით როგორ მოვიდა ის პრეზიდენტად, როგორი მომენტები და მოვლენები უძღოდა მის არჩევას თანამდებობაზე, მაგრამ
სალომემ რატომღაც უღალატა იმ გუნდს, იმ ადამიანებს და იმ ერთ კონკრეტულ ადამიანსაც, ვინც უშუალოდ გადაწყვიტა მისი ბედი და სულ სხვა მხარეს გაიხედა. რამდენად მართალი იყო ეს, როგორია დამოკიდებულება, ან როგორი იქნება მომავალში სალომეს პრეზიდენტობის შეფასება. ეს შეფასებები თავიდანვე არის მოცემული, თუმცა არჩევანი თუ რომელი შეფასებები უნდა დარჩეს ძალაში, თვითონ ქალბატონ სალომეზეა. ქალბატონმა სალომემ თვითონ უნდა აირჩიოს, საითკენ გადაიხრება და რა შეფასებები უნდა დაიდოს ისტორიაში მის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით. მე მინდა მოგასმენინოთ ერთი განცხადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული, როდესაც სალომეს კანდიდატურაზე დაიწყო საუბარი. ზოგიერთი ვაი ქართულის ხანერად ვერ დავარქმევი ამას, რომ ვეც გამოთქვამს ქალბატონ სალომეს აქცენტზე, რომ ის ქართველი არ არის. ამით ჩემი აზრით ხას უსვამს ქართულ ისტორიას, უახლეს ისტორიას, საქართველოს ისტორიას. სწორედ მისი აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი. ხიბლი ჰქონდა მისი შვილის აქცენტსაც. მე რამდენიმე წელიწადი საზღვარგარეთ მიცხოვრია და ყველა შეგახსენებთ, რომ ძალიან რთულია, რომ შვილებს, მოზარდებს შეუნარჩუნო ქართული ენა, მშობლიური ენა. და ის რომ ქალბატონი სალომეს შვილი თემური და ქეთევანი დაიბადნენ საფრანგეთში, გაიზარდნენ საფრანგეთში, ბოლომდე ჩამოყალიბდნენ საფრანგეთში და ესეთი ქართული საუბრობს, გაწმენდით რომ ეს არის ძალიან რთული. ამას ახლავს ძალიან დიდი სამშობლოს სიყვარული, რომელსაც გააჩნდათ მის მშობლებს. და კიდევ ერთხელ განმეორებ, საზღვარგარეთ დღეს სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქართველია წასული ემიგრაციაში და ყველანი ძალიან კარგად გაიგებენ. რამდენად რთულია უცხო სკოლაში მოსიარულე შვილს შეუნარჩუნო ქართული ენა. ძალიან რთული ეს იქნება საფრანგეთში, ამერიკაში, ინგლისში თუ სადაც იქნება. და ამ ფორმას ამ გაჭირვებით და დალფინებით ქალბატონი სალომე იცით ის მსხვერპლიც იყო პირველი ემიგრაცია რატომ წავიდა, ცხოვრებაც და იქ დაბადებაც და იქ გაზრდაც ეს ყველაფერი იყო იძულებითი, მისმა მშობლებმა ღირსეულად ეს მოახერხეს. მე ძალიან მოხიბლული ვარ თუ გნებავ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს. რა თქმა უნდა, გადაჭარბებული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ გადაჭარბება არ იყო ხელოვნური, არ იყო ყალბი. ბიძინა ივანიშვილს ასეთი წარმოდგენა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. სალომე ზურაბიშვილის დანგრეული, დაგლეჯილი და შეურაცხყოფილი ქართული ენა მას ეჩვენებოდა ძველ ქართულ ენად. წარმოგიდგენიათ, როგორი იყო მისი ამაღლებული დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ. აი ამ კაცს უღალატა სალომე ზურაბიშვილმა. ნახოთ, კიდევ რა აქვს ნათქვამი ბიძინა ივანიშვილს ამ ქალბატონის მისამართით. ქალბატონი სალომე ჩვენ ხართ ძალიან ღირსეული კანდიდატი. ჩემთვის არის ეს ქალბატონის სიმბოლო ჩვენი უახლოესი ისტორიის პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი. ქალბატონი ჩვენს დიდ ისტორიასაც და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება, რომ ჩვენ კიდევ მე-12 საუკუნეში ხავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ამ ხრივ ჩვენ დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება. წარმოგიდგენიათ, თამარ მეფესთან შედარება და აქაც გავიმეორებ, ეს არ იყო ყალბი და ხელოვნური. ასე წარმოიდგინა ემიგრაციაში დაბადებული ქალი და მისი როლი საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილმა. მაგრამ აი ამ კაცს უღალატა სალომე ზურაბიშვილმა. ახლა ვნახოთ, საით წავიდა და ვისთან მივიდა იგი. როგორია მეორე შეფასება, მეორე თვისებრივად განსხვავებული შეფასება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისა, რომელიც შესაძლებელია ისტორიაშიც ასევე დარჩეს. უკვე ერთი წელია მთელი საქართველო აი ამ ქალის პრეზიდენტობას იტანს. სალომე ზურაბიშვილი ერთი შეხედვით კი გავს ჩვეულებრივ ადამიანს, ამ ფოტოშიც ნუ ეს დიდი მოაზროვნის პოზაში ზის, მაგრამ სინამდვილეში ამ პიროვნებას მგონი ასე და ასე მეჩვენება თავის ნაცვლად მხრებზე ქოთანიაბია და შიგნით ტვინის ნაცვლად ლობიო უდუხს. რას ახარ ეცახიან მას მოღალატეო, რუსეთის აგენტიო და ასე შემდეგ, მაგრამ არა.
აგენტობას და მოღალატეობასაც გონება სჭირდება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უბრალოდ ან მართლა არ აქვს, ან როგორც მინიმუმი მისი მოხმარების ინსტრუქცია აქვს დიდი ხანი დაკარგული. მისი ქმედებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე, მე ვაკეთებ მარტივ დასკვნას. ჩვენ გვყავს სულელი პრეზიდენტი. კიდევ რბილად არის ნათქვამი ეს დასკვნა იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა ზურგი აქცია იმ კვარცხლბეკზე ამყვანი კაცის დამოკიდებულებას მის მიმართ და მოვიდა აი ამ ხალხთან და ამათი გვერდით დადგა. მარტო ეს ერთი გაბუნია რომ ყოფილიყო, ვინც ასე ლაპარაკობდა, შესაძლებელია ეს რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნა და მართლაც ფსიქიატრიული პრობლემა ყოფილიყო, მაგრამ არა, ასე ლაპარაკობდა მთელი ის გუნდი. აი ხილეთ კიდევ ერთი მაგალითი. სალომე ზურაბიშვილს ყველაზე სამარცხვინო კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტობის ისტორიაში ხმას მისცემს მიმაჩნია ქვეყნის გამყიდველად მასთან ერთად. ცხადია, ბევრად უფრო მწარე იქნება ჩვენი ხვედრი თუ ავირჩევთ სალომე ზურაბიშვილს. არა სალომე ზურაბიშვილს კოლაბორაციონისტ პროპუტინურ კანდიდატს მოღალატეს სალომე მოღალატეა. მე არ ვაპირებ ნამუსი შეუნახო საქართველოს მოღალატეს. მართლმადიდებლურ ქვეყანაში მართლმადიდებლურმა მრევლმა, რომელიც ამომრჩევლის დაახლოებით 70%-ია, უნდა იცოდეს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის ძალიან მძიმე მართლმადიდებლური გადაცდომის ჩამდენი და იმყოფება მძიმე ცოდვაში. სალომე ზურაბიშვილმა დაასრულა საკუთარი თავი, დიდი ხნის დასრულებული საკუთარი თავიც იმ ადამიანმა, რომელიც ყველაფერია საქართველოს არჩეული პრეზიდენტის გარდა. ის არც აურჩევიათ და ის არც პრეზიდენტია. ეს არის ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილე, რუსულ სანქციებში თანამონაწილე, საქართველოს სამარცხვინო და სასაცილო თავარსარდალი. სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ არა უბრალოდ ხალა, ასე უვნებელი გამოყენებული ხალი კი არა. ეს არის რეზიდენტი ხალა. საქართველოს მავნებელი ხალა. ნუ ყლე არის ეს ფაქტია, მაგრამ დედამოწ პრეზიდენტი. თქვენ სისხლს დავლებთ. გესმით ქალბატონო სალომე, ვისთან მიხვედით და ვისთან გაქვთ ურთიერთობა. ახლა თუ გნებავთ მათ ბელაც მოგასმენინებთ. კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება. ულოცავ ჩვენს მეგობრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს. თუ შეიძლება რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება შეაფასოთ. ნუ როგორ შეიძლება შეოფასო ამ ქალის განცხადება? დაახლოებით ჩემი კატა მყავს აგერ კიევში, მუშემა მიშა დაარქვეს, მაგრამ ცოტათი განსხვავდება თლათ არ მგავს, არ დამსგავსა. აი ჩემი კატა მიშას განცხადების შეფასება და სალომე ზურაბიშვილის განცხადება დაახლოებით ერთი რეგიო ეფექტი აქვს სოფლიოსთვის. კარგით ახლა მეგობრებო. საქართველოს არ ახავს პრეზიდენტი, თუ იმ შემთხვევაში თუ ვერ შევამჩნიათ. დაგვისვეს რაღაცა ივალიშვილის მიერ ქართველი ერის ამ არჩევნებამდე ყველაზე რეკორდული დაცინვა იყო ამ თოჯინის აღება და დასმა, მაგრამ ეს თოჯინა ვინ ჩამოუყარა, რა თქმა უნდა, რუსებმა და ჩამოუყარეს ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი რაღაცეები იძახოს ამ მექანიკურად თოჯინამ. აი ასეთია დამოკიდებულება, რომელიც მათ მაშინ კი არ ქონდათ მარტო, არამედ დღემდე აქვთ. თუმცა ორ დღეს გაცლიან. ამ ორი დღის განმავლობაში ისინი თქვენ არ დაგიპირისპირდებიან, მაგრამ იმ ორი დღის შემდეგ, რასაც თქვენ მაგათგან მოისმენთ, ეგ შეიძლება უკვე თქვენთვის შეინახოთ, იმიტომ რომ საქართველოსთვის საინტერესო არ იქნება. ქალბატონ სალომე, მიუხედავად თქვენი უაღრესად არასახარბიელო მდგომარეობისა, საქართველოში მაინც არიან ადამიანები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტს ზრუნავენ თქვენს გადასარჩენად, თქვენი იმიჯის გადასარჩენად, ვიდრე თქვენ თვითონ აკეთებთ და ახერხებთ ამას. მაგალითად, ახლა მე ხელთ მაქვს წერილი, რომელიც დაწერილია სამეგრელოს უხუცეს და საბჭოს მიერ. აი, რას გეუბნებიან ისინი. ქალბატონო პრეზიდენტო,
მოგმართავთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხის სამეგრელოს ის უხუცესი წარმომადგენლები, ვისაც ჩვენი ასაკიდან გამომდინარე ორი განსხვავებული საუკუნის, ორი განსხვავებული სისტემისა და ორი განსხვავებული მდგომარეობის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის არქონისა და დამოუკიდებლობის მოპოვების გამოცდილება გვიმაგრებს ზურგს. თქვენი ხანგრძლივი ბიოგრაფია კიდევ უფრო მდიდარია პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის საინტერესო გამოცდილებით, მაგრამ საქართველოსთვის ამ კრიტიკულ ჟამს ჩვენი გულწრფელი რჩევა აზრსა და მნიშვნელობას მოკლებული მაინც არ იქნება. ქალბატონო სალომე, თქვენ პოლიტიკური ემიგრანტის მძიმე ხვედრთან ერთად ბედმა საქართველოს პრეზიდენტობის მაღალი პატივიც გარგუნათ. ეს მისია იმდენად მძიმე და საპასუხისმგებლოა, რომ შეფასება იმისა, ვინ რა ღირსებით ატარა იგი, არა მხოლოდ თანამედროვეების, არამედ მომავალი თაობების საქმეცაა. ჩვენ ვიმსჯელეთ იმ განცხადების შესახებ, რომელიც თქვენ გააკეთეთ თანამდებობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ვერ დავინახეთ სისწორე იმ გზისა, რომელსაც თქვენ დაადეგით. ქალბატონო სალომე, თქვენი გადასაწყვეტია მიიღებთ თუ არა ჩვენს კეთილ რჩევას, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლით მოგიწოდოთ ღირსეული საქციელისკენ. საპრეზიდენტო მოღვაწეობის დარჩენილი ვადა, რამდენიმე დღე იქნება ის, რამდენიმე საათი თუ რამდენიმე წუთი, მთლიანად უნდა დაუთმოთ იმაზე ზრუნვას, რომ საქართველო დაწყნარებისა და დამშვიდებისკენ წავიდეს. სახელმწიფო გადატრიალებაზე მოფიქრალი ცხელი თავები დამშვიდნენ, რათა არავის მოუვიდეს აზრად ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენა. უკან წაიღოთ თქვენი მოწოდება ქართული არმიისადმი, რომ საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგაც ჯარმა თქვენ გაღიაროთ უმაღლეს მთავარსარდლად. უკან წაიღეთ თქვენი განცხადება პრეზიდენტის ინსტიტუტის ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად გამოცხადების შესახებ. თქვენ უნდა დაასრულოთ საპრეზიდენტო მოღვაწეობა კონსტიტუციით დადგენილ ვადაში და გადააბაროთ უფლებამოსილება არჩეულ პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. ქალბატონო სალომე, ეს იქნება ღირსეული დასრულება თქვენი საპრეზიდენტო მოღვაწეობისა. პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენა თუ გსურთ, როგორც ექს-პრეზიდენტს ამისი სრული უფლება და შესაძლებლობა გექნებათ, მაგრამ არაკონსტიტუციურ ნაბიჯს თუ გადადგამთ, ამით დიდ ზიანს მიაყენებთ ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც. ჩვენი სურვილი და თხოვნა ის არის, რომ დარჩეთ საქართველოს ისტორიაში პირველ ქალბატონ პრეზიდენტად, რომელმაც მიუხედავად ურთულესი რეალობისა, მისი საპრეზიდენტო მოვალეობა მძიმე შეცდომების გარეშე დაასრულა. ასეთია ეს წერილი, რომელსაც ხელს აწერენ სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და გამგეობის წევრები ვასო დავითაია, კოტე სამუშია, ბორის დავითაია, მურმან ნაჭყებია, ლავრენტი კემულარია, გოგილო ბასილაია, გიგი ფაცაცია, მელორ ზარქუა, შახი ლატარია, დემურ გადელია, კარლო ვეკუა, ზურაბ ჩხაიძე, ემილ მიქაია. მეც მაქვს პატივი ვიყო ამ საბჭოს წევრი, ამიტომ ამ წერილს მეც ვაწერ ხელს და ჩემის მხრივ მოგიწოდებთ, რომ მოიქცეთ ღირსეულად, იმიტომ რომ სხვა გზა ჩვენ არ აგვაქვს. სხვა გზა უпростоრად თქვენ არ აგაქვთ პირველ რიგში. თქვენ, ქალბატონო სალომე. ახლა მინდა გაგაცნოთ ერთი ინფორმაცია, რომელიც სტუდიაში შემომიტანეს პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია დღეს ჩავიდა კურსკში, სადაც ჩაიტანა ჰუმანიტარული ტვირთი, მოინახულა უკრაინელი ტერორისტებისგან განთავისუფლებული რუსული ტერიტორიები, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და ხელმძღვანელობას. ბატონი მამუკა აგრეთვე შეხვდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილეს ეროვნებით ჩეჩენ აპტი ალადუდინოვს. ამასთან დაკავშირებით უფრო ვრცელ ინფორმაციას ჩვენს შემდგომ გადაცემებში მოგაწვით. აი ეს არის ის ბოლო ინფორმაცია, რომელიც მინდოდა თქვენთვის მომეწოდებინათ, თუმცა თქვენ ალბათ დააკვირდით, რომ არაფერი მithქვამს სათაურის შესახებ,
რომლის შესახებაც დასაწყისში განმოცხადე. ძეგლი მოდის. რას ნიშნავდა ეს სათაური? ამის შესახებ ვისაუბრებ მინაწაში. სასაუბრო ბევრი არაფერია, უბრალოდ გაკეთდა ერთი ისეთი განცხადება, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი მგონია, არა მარტო კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით. განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ. თბილისში იდგმება ერეკლე მეორის ძეგლი, ერეკლე მეორე არის გმირობის სიმბოლო, არის პატრიოტიზმის სიმბოლო, პრაგმატიზმის სიმბოლო, თავდადების სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქს შეემატება ერეკლე მეორის ძეგლი, მისი უდავყოფა არის რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანის სვალი და რა თქმა უნდა ძეგლი ამაში თავის წვლილს შეიტანს. მე დავძენდი, რომ ეს არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის მოვლენა, რა თქმა უნდა, ერეკლე მეორეს ძეგლი უნდა ედგას დედაქალაქში, თბილისში, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიაში მან უნიკალური როლი შეასრულა და მისი გადაწყვეტილებები, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მისი ორიენტაცია ეს იყო ის, რაც საქართველოსთვის იყო აუცილებელი, რამაც ქართველ ხალხს ფიზიკური არსებობა შეუნარჩუნა. ამიტომ მე დიდი სიხარულით შევხვდი ამ განცხადებას, ამ საახალწლო განცხადებას და მინდა რომ ეს სიხარული თქვენც გადმოგედოთ. აი თითქმის ყველაფერი ის რის შესახებაც დღეს თქვენთან საუბარი მსურდა, ახლა მოგეხსენებათ რომ ის რიტუალი მაქვს შესასრულებელი კარებთან კაკუნის შესახებ, მაგრამ დღეს იმ კაკუნს არ ველოდები, რა კაკუნზეც მოგახსენებს, სხვათა შორის ერთ-ერთმა კომენტატორმა სოციალურ ქსელებში, როდესაც ეს გადაცემა ვრცელდება, მოაწერა იქ ასეთი რამე, რომ თქვენო უკვე ქოცი ხართო და რა კი ქოცი ხართო, მაშინ კაკუნსო რატომ არ ელოდებითო? ამ კომენტარის ავტორს ქოციქით ვერაფერი ვერ წარმოუდგენია. მე სხვათა შორის ქოცებისგან კი არ ველოდები ამ კაკუნს. გაცილებით უფრო დიდი ძალისგან ველოდები კაკუნს, რომლის შესახებაც ყოველ გადაცემის ბოლოში მაქვს ხოლმე საუბარი. მაგრამ დღეს თუ რამე კაკუნს დაველოდები, ეს ალბათ ან თოვლის ბაბუა იქნება, ან რომელიმე მახარებელი იქნება ახალი წლის მობრძანების და სხვა კაკუნს დღეს არ ველოდები, ამიტომ მინდა ეს განწყობილება თქვენც გაგიზიაროთ. მე უკვე ვაგაკუნებ თქვენს კარებზე იმ სიხარულის მომტანი ინფორმაციით, რომ ახალი წელი მოდის, ახალი წელი მობრძანდება. მე ამ წლის განმავლობაში თქვენთან შეხვედრის საშუალება მეტი არ მექნება, ამიტომ ვიყენებ დღევანდელ ეთერს, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ პირველ რიგში მშვიდობას. შემდეგ, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიუხვეს, ბარაკას და გაცილებით უფრო მარტივად ყველა იმ სურვილის ასრულებას, რომელიც მათთვის არის ასე სანუკვარი. ამით დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, 3 იანვარს თქვენთან შეხვედრა არ მექნება, ხოლო 1 კვირის გამოტოვებით დათქმულ დროს პარასკევ დღეს ისევ შევხვდებით ერთმანეთს, იმედია, ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.